იაკუტია, სახას რესპუბლიკა. სოფლიოს ყველაზე ცივი დასახლებული ადგილი, სადაც -71 გრადუსია დაფიქსირებული. აქ მანქანას მთელი ზამთრის განმავლობაში არ აქრობენ, რადგან საწვავი არ გაიყინოს. Я ехал с другом на грузовике. Дистопливо, соляра замерзла. Я чуть не умер. იაკუტიაში წყლის დასალევად მდინარიდან ყინულის მოჭრა და გადნობაა საჭირო. და თუ გარეთ რამე შემთხვევით დაგჭა სამუდამოდ ემშვიდობები. აი რა ემართება დოშირაკს -50 გრადუსზე 3 წუთით გაჩერების შემთხვევაში. ადამიანისთვის ამ ტემპერატურაზე 2 საათი გადაბმულად გარეთ ყოფნა ფატალურად შეიძლება დასრულდეს. Ale, აუ ლოყები გავეყინა რა ცუდათა მანქანაში და ჩავშტება. ზოგიე ვეყინება დედას 1 მინუტო. თუმცა აქ ფიზიკურ გაძლებაზე ბევრად რთული მენტალური გაძლევაა, რადგან ეს არაა უბრალოდ იაკუტია. ეს ღრმა რუსეთია. ადგილი, რომლის ხსენებაზეც ნებისმიერი ჩასაფრებული მზადაა სამშობლოს სიყვარულით დაგიგმოს ყოველი ნაბიჯი. ფორმულა მარტივია. ქართველი ხარ? გადაკვეთე რუსეთის საზღვარი? ესე იგი ავტომატურად რუსეთუმე ხარ. ესაა სტიგმა, რომელსაც აქ ჩამოსვლის თანავე შუბლზე გაკრავენ. რაც არაა გამორიცხული სხვა რეალობაში მეც მექნა. ასე რომ აქ ყოფნა პროგრესულად მოაზროვნე იუთუბერისგან ერთი დიდი სისულელია. მაგრამ მე კაკო ვარ დოპამინით სავსე კაცი და მე ვბედავდა ვარ სულელი. ვბედავ დასვა კითხვები იქ, სადაც კითხების დასმა აკრძალულია. რა თუნდა რუსეთს სხვა მიწებით ხო, როცა ამდენი მიწა აქვს ხო და უარმტრის მიწაზე. ვსაუბრობ მტრის ენაზე. გრუზინკი ეს გულაგე და Да. თუმცა ეთნიკურად არარუს ხალხთან. ხალხთან, რომელიც რუსული ჩექმისგან არანაკლებ დაჩაგრულია და უდიდესი პროტესტის მიუხედავად რუსული კანონები ამის გამოხატვის საშუალებას არ აძლევს. იმიტომ რომ FSB მისმენს. Ты говоришь, потому что ФСБ нас слушает. Они посмотрят, явно посмотрят. აქ კითხების დასმა ჩემ თავგადასავალს კიდევ უფრო სარისკოდ აქცევს. თუმცა შეგახსენოთ, რომ ეს ჩემი შეგნებული არჩევანია და ამ გზაზე თქვენი მხარდაჭერა გამოწერის სახით ჩემთვის იმის დასტურია, რომ ეს რისკი ამად ღირს. სოფელი ომიაკონი სამყაროს ყველაზე ცივი დასახლებული წერტილია. აქ ტემპერატურა -60 გრადუსს ხშირად აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ სამყაროს ზამთარში საერთოდ სხვანაირად მუშაობს. Трудно жить. Надо постоянно в холоде работать. მილები უბრალოდ გაყინულია. სახლებში მაცივრები არ ჭირდებათ. მიცვალებულებს თვეობით ვერ მარხავენ და იმისთვის, რომ გარეთ გადარჩეს, სპეციალური მრავალშრიანი ტანსაცმელი გჭირდება. მაგრამ გასაოცარი ის კი არ არის, რომ აქ საოცრად ყინავს. არამედ ის, რომ აქ ადამიანები ცხოვრობენ, მუშაობენ და შვილები სკოლაში დაყავთ. გაკვეთილები კი მხოლოდ მაშინ უხდება, თუ ტემპერატურა -52 გრადუსზე დაეცემა. დღეს გავარკვევთ ეს დაბალი ტემპერატურა მითია თუ მართლა გაგვიყინავს თავტრაქს. ამ სოფელში მოსახვედრად ვერც გაფრინდები და ვერც მატარებლი ჩახვალ. ერთ-ერთი გზა რომ აქ მოხდეს სამანქანო მარშრუტია, რომელიც იწყება იაკუტიადან, ყველაზე ახლო მდებარე ქალაქიდან. მაგრამ ახლო მდებარე ქალაქი სულაც არ ნიშნავს თბილისის მცხეთის დისტანციას. იაკუტიიდან ყინულის ამ უკაცრიელ სოფლამდე 9-17 კილომეტრიანი გზა უნდა გაიარო, რომელიც 18 საათი გრძელდება. და წინ ამ ხელა გზა გვაქვს ახლა. გასავლელი იმედი არ გიჩერდება მანქანა. მაგრამ უცნაური ისაა, რომ ამ გზის გავლა მხოლოდ ზამთარში შეიძლება. რატომ ამას მოგვიანებით მოგიყვებით? თუმცა სანამ ამ გზას დავადგებით, ჯერ სწორედ ამ უახლოეს მდებარე ქალაქ იაკუტიაში უნდა ჩავფრინდეთ. მაგრამ არც აქ ჩაფრენა ყოფილა სწრაფი. ამისთვის თბილისიდან 3 გადაჯდომა და 24 საათი დაგვჭირდა. და როცა ჩავფრინდით, აღმოაჩინეთ, რომ ამ ქალაქშიც არანაკლები სიცივეა. აბა შევეგებოთ როგორი სიცივის პირველ დარტყმას აქ ცხვირში გრძნობ. ცხვირის ლორწოვანი გარსი პირველ 30 წამში იყინება. თუმცა აქ მაინც მინიმუმ 20 გრადუსი თბილა, ვიდრე იქ სადაც მივდივართ. ჩვენი გეგმა ასეთია. ერთი დღე იაკუტიაში ვრჩებით, სახას რესპუბლიკის დედაქალაქში, სადაც ტემპერატურა ზამთარში -30-დან -40 გრადუსამდე მერყევს. ცივა. Გვერდა გეტყობა. თუმცა რადგანაც ეს ქალაქია, სასტუმროს პოვნად შეიძლება, რომ დავისვენოთ და ხანგრძლივი გზისთვის მომემზადოთ ყველაზე ცივი სოფლისკენ. და იმის გამო, რომ ამ გზაზე მანქანის ჩაქრობა და სიკვდილი გარდაუვალია, ამ მარშრუტში გვჭირდება გამოცდილი მძღოლი და ეს გამოცდილი მძღოლი მირონია. სწორედ ის გაუძღვება ჩვენ თავგადასავალს. ეტალეტა, кто максимум ეტალეტ? -68.
მაგრამ მანამდე ის სასტუმრომდე მიგვაცილებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წარმოდგენით მეტაკლებად მომზადებული ვიყავით ამ გარემოსთვის, მაინც ბოლომდე ვერ წარმოვიდგენდით იმ შედეგებს, რასაც ასეთი სიცივე იწვევს. და ამის პირველი ფაქტი მაშინ ვნახეთ, როცა სასტუმროში მისულებს ბარგის გადმოტანა მოგვიდა. ზამიორზე. იზოლებული ვართ, აქედან გადმოვიდანოთ ბარგი. იმიტომ რომ საბარგული გაიყენა. სიცივის გავლენის მორიგი ფაქტი ერთ წუთში აღმოაჩინეთ და ეს სასტუმროში შესასვლელი კარი იყო. აქ ერთის ნაცვლად 3 კარია. არა დიზაინის გამო, არამედ იმიტომ, რომ უკიდურესი სიცივე სასტუმროში კარის გაღებისთანავე არ მოხდეს. ყველაზე კარგ სასტუმროში საბჭოთა ოთახი ასე გამოიყურება. იაკუტსკში. იმენა საბჭოთა კავშირის დროინდელი. სიცივის მორიგი გავლენა მეორე დღეს კიდევ უფრო კარგად შევიგზენით, რადგან აღმოჩნდით ბაზარში, სადაც გარემო თავადაა საყიდული. ეხლა შემოვიდით. საბურთალოს ბაზარზე. მოკლედ ესე გამოიყურება იაკუტსკური ბაზარი. გაუცნაურია. თევზი გაფუჭდა უაქფერი თქვი რა. Откуда приехали? Грузия. Грузия? Тбилиси, да? აქ არა მარტო ზღვის პროდუქტები, ხორცის პროდუქტებიც იყიდება. თუმცა აქედან ჩემთვის ყველაზე უცნაური ცხენის ხორცია. Это все лошадь, все. Да. შეხედე პროსტა როგორ გადაყენულია ხორცი. აქ არის ძირითადად ცხენის ხორცი, იმიტომ რომ ისეთი ჯიშის ცხენები ყავთ, რომლებიც ყველაზე მეტად უძლებს აქაურ სიცივეს. ისინი ცხენის ხორცს არა მარტო მომზადებულს უმადაც კი ჭამენ. ეს მიიჭმება, ხო? ცხენის შოკოლად კითხია რა? Это не шоколад, это печень. Печень. Да. და ეხაც ანუ დაჭრაც კი არ უნდა შეიძლება პირდაპირ მოაჭამა? Да. პერვიტი? ნახე, ანუ ცოცხლად ჭამენ. მე ჯერჯერობით ცხენის ხორცის ჭამას არ ვისკავ. თუმცა არ ვიტყვი უარს ასევე უმი თევზის ხორცის გასინჯვაზე. ეს არის თევზი, რომელსაც გაყინული ჭამენ. Фиш мороженое. Мороженое, да. როგორ ჭამენ პროსტა? ანუ მე ჭამა რა, არ არის გემრიელი. აქ უმად ხორცი ჭამა მათი 800 წლიანი ტრადიციის ნაწილია. ეს არ არის ერთ-ერთი ტრადიციის მახასიათებელი, რაც მათ სლავებისგან განასხვავებთ. სახას ხალხი, ანუ იაკუტები მონღოლოიდური რასის წარმომავლები არიან, რომლებიც აქ 800 წელია ცხოვრობენ. თუმცა მოგვიანებით რუსეთმა მათი ტერიტორიები დაიპყრო. ისინი ისე გრძნობენ ამ გამყინვარებაში თავს როგორც თევზის წყალში. თუნდაც ის ფაქტი, რომ მთელი დღე ბაზრობაზე ამ სიცივეში გარეთგანან ჩვენთვის წარმოუდგენელი სიგიჟეა. აღმოაჩინეთ, რომ ამ პირობებში კამერები და ტელეფონები ბევრად მალე ჯდება, ვიდრე მოსალოდნელია. თუმცა ტექნიკაზე არანაკლები პრობლემა თავად კამერამენებს ჰქონდათ. მე თუ თბილად ხელთათმანებით ვახერხებდი აქაურ პირობებში გადარჩენას, კამერამენებს გარეთ სერიოზული პრობლემები ექნებოდათ, რადგან ხშირად უწევდათ ხელთათმანის მოხსნა გადასაღებად. ეს ალია, ჩემი ერთგული კამერამენი, რომელიც ამ მოგზაურობაშიც არ აპირებს სიკვდილს. ეს კი გიოა, რომელზეც იგივეს ვერ ვიტყოდით. აბა თქვენ წარმოიდგინეთ რომ ვიდეოში რა გველოდება წინ. გიომ კამერამენობასთან ერთად თარჯიმანის ფუნქციაც შეითავსა, რადგან სკოლაში ჩემგან განსხვავებით უკეთესი რუსულის მასწავლებელი ყავდა. ახტება როცა ახალ წელი აქ Что в городе происходит, когда Новый год? გიო თარჯიმნობას ასე თუ ისე ართმევს თავს, თუმცა სიცივესთან გამკლავება ჩვენ შორის ყველაზე მეტად უჭირს. Барсла დააცივ. -40. გიო ცოტა ხანში კიდევ უფრო გაუჭირდება, რადგან 10 საათში უნდა დავადგეთ გზას ომიაკონისკენ, უფრო მეტი გამყინვარებისკენ. და ყველაზე მეტად რაც ამ პირობებში ჩვენი საიმედო მეგობარი უნდა იყოს მანქანა. აქაური სიცივის გავლენა მანქანებზე განსაკუთრებულად მოქმედებს. Это двойные стекла стоят, чтобы видимость нормальная была, не замерзала. მხოლოდ ორმაგი მინა სიცივისგან ვერ დაგიცავს. საჭიროა მუდმივი გათბობა შიგნიდან და გარედან. წინააღმდეგ შემთხვევაში მანქანა რამდენიმე საათში უვარგისი ხდება. აი შემოვიდით, მაგრამ მანქანას არ აფრობენ. იმიტომ რომ თუ ჩააქრო მანქანა, მორჩა დაისვენებს საფხულამდე ვეღარც დაქოქა. იმიტომ რომ როგორც კი ჩაქრება, ყველაფერი გაიყინება და დანარჩენს ვოისავარეთ ვიტყვი.
ვოისოვერი დავამატებ, რომ ჩამქრალ მანქანას რამდენიმე საათში ზეთი უმკვრივდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრავიც ჩაეშლება. სწორედ ამიტომ მანქანები ეგ ზამთარში 24/7-ზე დაქოქილიყავთ. მაგრამ თუ ღამითაც ენერგოეფექტურად გინდა მანქანის შენახვა, ორი ვარიანტია. პირველი, სპეციალური გათბობიანი ავტოფარეხი, რომელიც ქირავდება და გაჩერება არც ისე იაფია. Месяц это 60 тысяч. ან მეორე, ნატაშა. ასე ეძახიან გადასაფარებელს, რომელსაც სპეციალური ავტოდამქოქავიც აქვს. ეხლა გაჩვენებთ როგორ ინახავენ მანქანებს -35 გრადუსში იაკუთში, რომ მთელი ღამის მანძილზე არ გაიყინოს. Вот так. თან აქ ავტოდამქოქავი, თუ რაღაც ტემპერატურის ქვემოთ ჩამოვა, ავტომატურად იქოქება მანქანა ღამის მანძილზე, რომ შეინარჩუნოს სითბო. აქ მანქანის გაყენვა იმდენად სერიოზული პრობლემაა, რომ დიზელის გამოყენება საერთოდ აკრძალულია, რადგან დიზელი 30 გრადუსის ქვემოთ იყინება. აკრძალულია ზოგიერთი ბრენდის ავტომობილის გამოყენებაც. ყველაზე გამძლე მოდელი კი Toyota-ა. სულ Toyota-ებია მართლა რა შეხედა. ერთი Toyota, მეორე Toyota, მესამე Toyota, მეოთხე Toyota, მეხუთე Toyota, სულ Toyota-ები. სწორედ Toyota გვყავს ჩვენ და იმედი გვაქვს, რომ ხანგრძლივ გზაზე არ გვიმთხოვნებს, რადგან ამ გზას საშიშს ტყუილად არ უწოდებთ. იმდენად საშიშია, რომ კონკრეტული შემთხვევების გამო Google Maps-მა ოფიციალურად ამოიღო რუკიდან. და ჩვენც ეს ამბავი მაშინ გავიაზრეთ პირველად, როცა Google Maps-ზე აღმოაჩინეთ, რომ შუა მდინარეში მოძრაობთ. გაყინულ მდინარეში. კარგი, ეხლა ჩამოვიდეთ სულ მდინარეზე. Сколько метр, сколько сантиметр deep? Лед Лёд, да. 1,5 метра. ნახევარი მეტრი ყინული გადავდივართ. ამ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევებიც ვნახეთ. თუმცა საშიში აქ სულ სხვა რამეა, რასაც მირონი გზაში მოგვიანებით მოგვიყვება. თუმცა სანამ აქამდე მივალთ, ალბათ გაინტერესებთ, რატომ მივდივართ ამ საყინულში. ანუ ჩვენი სიტყვებით რა ვთქვათ, რატომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს. საქმე ისაა, რომ მე გადავწყვი და YouTube-ზე დავიწყო ყველაზე სერიები. მინდა რომ წავიდე ისეთ ადგილებში, რომელიც იქნება ყველაზე ცხელი, ყველაზე ექსტრემალური. წავიდე ყველაზე მოხუც, მაღალ ან დაბალ ადამიანთან. ომიაკონი ამ სტანდარტებში იდეალურად ჯდება. თუმცა ეს ადგილი მხოლოდ სიცივით არ გამოირჩევა. ეს ადგილი ჩემთვის როგორც ქართველისთვის პირველ რიგში განსაკუთრებულია იმით, რომ ის რუსეთის ტერიტორიაზეა. სწორედ ამის გამო აქ წამოსვლა ჩემივე რეპუტაციისთვის შეიძლება ძალიან სარისკო ყოფილიყო და გარშემო ყველა მირჩევდა, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა. თუმცა ჩემთვის ის რომ რუსეთში მივდივარ დემოტივაცია კი არა მოტივაციაა. სათუ არა რუსეთში შევძლებ იმის ნახვას თუ რას უშვება სისტემა ადამიანებს. და ამას ყველაზე უკეთ მირონზე დაკვირვებით გავიგებ. უკრაინაში რომი დაიწყო, ტიპიური აკუტელის ცხოვრებაში რამე შეიცვალა? ამ თემებზე იმდენად კონტროვერსიული პასუხები მივიღე, გადავწყვიტე ცალკე ვიდეოც მიმეწყნა. თუმცა сანამ არაკომფორტულ საუბარზე გადავიდოდი, მანამდე მირონისგან გავიგე ратом არის ეს გზა საშიში. Я ехал с другом на грузовике. Дистопливо, соляра замерзла. Находящим или в Находящим. Мосиарубис. Когда машина у нас заглохла, время было 12:30. Разожгли костер перед машиной и стояли на костре. Когда машина приехала к нам, было время 6 часов утра. Очень холодно было. Я чуть не умер. ანუ ეხა ჩვენ რომ არ დაწამოსულიყავი და მანქანა გაგჩერებოდა, შეიძლება მომკვდარიყავით, ხო? Костер, если бы не сделать, да. Если ты будешь вот так сидеть, через 5 часов умрешь. 5 საათი კი არა, 2 საათი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ამ ყინვაში ადამიანი მანქანაშიც კი გარდაიცვალოს. რამდენი ხანი შეგიძლია გაუძლო? Как одеваешься и как будешь вести себя. თუმცა გათბობის გარეშე -50 გრადუსში აღმოსვები სხეული იწყებს გამალებულ ბრძოლას სიცივესთან და ის რამდენიმე სტადიად იყოფა. 10 წუთის შემდეგ ორგანიზმი ცდილობს თვითგაარჩენას, რის გამოც სისხლი გულისა და ტვინის მიმართულებით მიემართება და წიერავს კიტურებს. Надо очень много ходить. 30 წუთის შემდეგ იწყება ძლიერი კანკალი და გული ჩქარდება. სუნთქვა ხშირდება. ორგანიზმი ბოლო რესურსებს იკრებს. Если будешь ходить, кровь крутится. 90 წუთის შემდეგ კანკალი წყდება. იწყება ჰალუცინაციები. მალევე ტვინიც ითიშება და საბოლოოდ გულიც ჩერდება. Кровь не будет крутиться. У тебя быстро будешь замерзать. ასეთი არაერთი შემთხვევა მომხდარა ამ გზაზე. სწორედ ასეთ ისტორიებს გვიყვება მირონი. Пару лет назад молодые ребята умерли, замерзли. Замерзли? Да. Машина сломалась и ночью было. Пешком не пошли, они сидели в машине. Костер не развели. С двоих один живой. Он пешком пошел. მთელი ამ გზის მანძილზე არა თუ დასახლებული პუნქტი, არამედ ტელეფონის კი არ იჭერს, რომ ასეთ შემთხვევაში ვინმეს დახმარება თხოვო. აქ თუ მანქანა გაგიჩერდა, უფრო ჭკვიანურია, რომ ცეცხლი დაანთო შენი მანქანის პრობლემით და მაგით შეიძლება გადარჩენ. თან 18 საათიან უკიდე განოგზაა და
შეიძლება არავინ არ გამოიაროს ამ დროს. თუმცა ამ ამბების თავიდან სასილებად მოგვიანებით რაციების გამოყენება დაიწყეს. მათთვის, ვინც ამ გზაზე რეგულარულად მოძრაობს. Что он сказал? Махтал. რაცია 15 კილომეტრის დისტანციით გადასცემს ხმას და აგებინებს სხვებს არა მარტო იმას, რომ დახმარება ჭირდებათ. არამედ შესაძლოა იმასაც, რომ სახიფათო მოსახვევში უხვევს და თუ ვინმე საპირისპირო გზიდან მოდის, ფრთხილად იყოს. Когда повороты у нас закрытые, не видишь, что машина едет. Из-за этого большие машины говорят, что на повороте только слышно, где поблизости 15 километров. Можно сказать привет. ხოთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რადგან მან კიკაკო ჯერ კიდევ ძალიან წინაა. სხვათა შორის ჩემი გამომწერების მხოლოდ 22% მიყურებს ტელეფონიდან, რაც საკმაოდ სამწუხარო ინფორმაციაა, რადგან მე ელიტმა ტელეფონების რაინდად ოფიციალურად მაკურთხა. რის გამოც ჩემი მისია გახდა ელიტში მობილურების გაყიდვები ავაფეთქო და მირონზე კვლევას ვატარებ. Если у меня свободное время будет, я TikTok смотрю. Телевизор. Уже давно люди, наверное, телевизор не смотрят. ტელევიზორი რომ ელიტში უნდა იყიდოთ ცხადია, მაგრამ ჩემი როგორც ელიტის მობილური რაინდის მისია გახდა რომ ამერიდან მხოლოდ ელიტის ტელეფონებზე ვილაპარაკო. ასე რომ თუ აქამდე ჰონორით ბურღავდი twins, ეხლა ყველა ტელეფონით გავბურღავ და რატომაც არა. ელიტში სუპერარჩევანია ტელეფონები, სადან ჭიმდე 47000 ლარამდე. იაფი ძვირი მუშა გამძლე საჭირო თუ საფლექსავ. მოკლედ თუ ტელეფონების ყიდვა გინდა მხოლოდ ელიტი, სხვაგან არ გაბედო გახედვა. ჩვენ გზის ნახევარზე მეტი უკვე გავიარეთ. მირონმა კი გამიზიარა რა ისტორიას ატარებს ეს გზა. ამბობენ რომ მის მშენებლობას 125,000-დან 250,000 ადამიანამდე შეეწირა სტალინის რეპრესიების დროს 1930-50-იან წლებში. აქ პატიმრებს დღეები ამუშავებდნენ იზოლებით რომ გზა გაეყვანათ. მათ არ ჰქონდათ არც სათანადო ტასასმელი, არც საკვები და არც თავში საფარი. У нас здесь в Аймиконе очень много репрессий тонных людей были. Армянины, узбеки, очень многие. Грузины. საქართველოსთან 65,000-მდე ადამიანი გადაასახლეს ციმბირში. ზოგს პირდაპირ ხვდნენ. ზოგი კი ამ გზებზე იღუპებოდა. მაგალითად, ამბობენ რომ ტიციან ტაბიძე რეჟიმას სწორედ ამ ციმბირის ტრამალზე ჩამოსვა და თოვლიან ქარბუქში მიატოვა. მისი ოჯახი კი წლობით ელოდებოდა მას სახლში. თუმცა ტიციანი ისე გარდაიცვალა, რომ მისი საფლავიც კი არ არსებობს. Очень много было. И из этих еще остались потомки здесь. Они прадедушка был грузином, он сейчас якут. თუმცა ყველა შემზარავი ის კი არაა, რომ რეჟიმს აქ 250,000-მდე ადამიანი შეეწირა. არამედ ის, რომ ეს გარდაცვლილი ადამიანები ამ გზაზევე დაყარეს და რადგანაც აქ გამყინვარების გამო საფლავის გათხრა ძალიან რთულია, გარდაცვლილებს ასფალტის ზედვე გადაატარეს. სწორედ ამიტომ უწოდებენ ამ გზას ცვლილების გზას. თვითონ ადგილობრივებსაც ჰქონდათ რეპრესიები, ხო? Нет, у них дедушки приехали с Армении, с Грузии, дедушки приехали с репрессии сюда. ჩვენ ვართ ახლა სოფლიოს ყველაზე ცივ დასახლებაში. აქ დაფიქსირებულია 71 გრადუსი. ეხლა არის 47 გრადუსი ჯერჯერობით. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ერთი წუთია გადმოვედი და უკვე თავტრაკი მომეყინა. ამიტომ სასწრაფოდ ამას ჩავწერ და ეგრევე მანქანაში შედებით. ჰა? მალე ხერები იაკუტსკში თუ მანამდე შედარებით ცხლად გვეცო, ომიაკონში მარტივად ვერ გადავრჩებით. აქ თითოეული მინუს გრადუსი დამატებით თერმულ ტასასმელს უდრის. ომიაკონისთვის წინასწარ სუპერ მომზადებული წამოვიდით და უამრავი ტასასმელი წამოვიღეთ. და ამაში North Face-ი დავეხმარა. ეხლა გეტყვით რამდენი უნდა ჩაიცვა ომიაკონში სანამ გარეთ გახვალ. 1, 2 და დავიწყეთ. ამის შიგნით არაფერი მაცვია. რამდენი ხანია ჩასმის. შენ გახდათ ჩემო კარი. უნდა გიჭირდება. ქალბატონის გახდა. მე ლაპარაკე. თავის კი არ არის. რამდენი ხანში გახდი? თავი რამდენი ხანში დაიწყებს ჩაცმას. არის. გიგიალორი ცირზე ჩემგან. კომპანია მაგელანმა მირიანის რეკომენდაციით გამომატანა North Face-ის სუპერ ეკიპირება. ეგრე მეძრა. თერმული ტასასმელი, ყველაზე თბილი ქურტუკი, მუნგუცები, ორმაგი ხელდათმანები და ქუდები.
მინიმუმ 3 ქურთუკს კი ვიცვა, მაგრამ საბოლოოდ ეს არ გამომადგება, რადგან ამდენი ტანსაცმელი ოფს გამოყოფს. ამის გამო კი შიგნიდან იყინება და სველდები, ასე რომ მნიშვნელოვანია ჭკვიანურად ჩაცმა. და იმედი გვაქვს, რომ ეს საკმარისი იქნება ჩვენი ექსპედიციისთვის. თუმცა მირონი ცოტა საეჭვოდ უყურებს ამ ამბავს. Это что за сапоги? Moonboots. А? Moonboots. Внутри мех, да? Нет, нет. Термо. Термо. Ну вы спробуйте. На буране это. На снегоходе видно будет. ეს ეკიპირება -35 გრადუსამდე იდეალურად იტანს სიცივეს. -50 გრადუსი მხოლოდ ამ სოფელშია და ლოგიკურია, რომ არც ერთი ბრენდი მასობრივად ამ ტემპერატურისთვის არ აწარმოებს ტანსაცმელს. სწორედ ამიტომ ადგილობრივები თავადვე კერავენ ტანსაცმელს სხვადასხვა ცხოველის ტყავისგან და ამიტომ ჩვენ ჩაცმულობასაც ეჭვის თვალით უყურებენ. Что тебе? Вот эти, конечно. Это? Не, вот эти. Это мои спонсор. Он не сказал. Сказал это лучше. Ну, I'm joking. Я буду молчать. ჩვენ ფონზე ისე ჩანს თითქოს აქაურებს თხლა დაცვიათ და არც გარეთ გასვლისას ეთყობათ რამე სახეზე. 3 წუთია გარეთ გამოსვლება. აი, ხანდახან ტესტავ რა გამემართება საბურავის გარეშე და აი ეს მიმართება, როცა აი ერთ შეხედე კაც და ურყევად კაც. წლობით აკოფნის გამო გენეტიკურად მათი სხეული უკვე შეგუებულია ამ ტემპერატურას. Почему 3 минут я замерзла и нет? Ну я в этой среде вырос. აქაური პირობების გამო მათი კანი ნაკლებად ნაოჭდება. იმის გამო რომ უკიდურეს გამყინვარებაში გამოდიან და მერე ისევ სითბოში შედიან, ეს ქმნის ბუნებრივ მასაჟს კანისთვის და ეს მათ ვიზუალურად ნაკლებად აბერებს. საბედნიეროდ ომიაკოში წასვლა არ არის საჭირო ნაოჭების შესაჩერებლად. ამისთვის ჩემს სპონსორთან ავორში წასვლაც საკმარისია. იქ და გვხვდება უამრავი ანტი-ეიჯ სახის კრემი, რომლის აქტიურად გამოყენების შემთხვევაში ისეთი პრიალა კანი გარანტირებულია, როგორიც მირონს აქვს. У меня уже на Когда холод- мальчик нос не замерзла? Нет. Вау. ყველაზე ალოგიკური ისაა, რომ ომიაკური სულაც არ მდებარეობს უკიდურესად ჩრდილოეთში და უცნაურია, რატომ არის მაინც და მაინც ეს ადგილი ყველაზე ცივი. ჩვენი მენეჯერი ვარ, ხო, ძალიან შლეთ არ ვარ. ხო, ვიცი კი. და ხო უცნაურია ხო. რა, შეყოლაცი არ შეიძლება დაფიქსირდეს. თუმცა სანამ ამის ეს გავარკვევთ, მანამდე ვიმეორებთ მინი ექსპერიმენტებს, რაც TikTok ვიდეოში გვინახავს. და ეხლა გავართ -50 გრადუსში და გაჩვენებთ როგორ უნდა ვაქციოთ 5 წუთი გარეთ გაჩერებით ბანანი ჩაგვჭოთ. მაიმუნებს წავართოთ ბანანი მხოლოდ ლურსნებს. ოუ გავიყინე. замерзла. ეხლა კი მეორე ტესტი. დავამსხვრეთ მითი იმის შესახებ, რომ ხახვი 5 წუთიანი გარეთ დადების მერე არ იფსხვრება. დაიმსხრა. ისევე როგორც ჩენი ოცნებები დაიმსხრა თუ მაიმუნ კაკოს გამოიწევს. გაჩვენებთ რა ემართება ცხელწყალს, როცა ჰაერში გადაასხა. აიყო? ვახშენ. როგორ ავარტკივი? ცხოვრებაში არ გამიცემა მართლა. აი მენა შიგნიდან გამტროს ვაფშე, ოღონდ აი რა ვერ ხსნით სიტყვებით ვაფშე რო ვიტკივიდი. 3 წუთიანი გადაყოფნის მერე. აი ხელში კამერა რო გიჭირავს მით უმეტეს, ანუ ხო ვერ ამოძრავებ ვაფშე თითებს არ მოძრავ გაშეშებული დგახარ რა. აი ერთი სული მქონდა რომ ვაფშე მოსულიყავ წეღან აი. ეხლა გავაკეთეთ დოშირაკი და ნახოთ რამდენ ხანში გაიყენება გარეთ -50 გრადუსში. სანამ ეს დოშირაკი გაიყენება, გეტყვით რომ ჩემი წარმოდგენია Betson Sport, რომელსაც აქვს დოშირაკზე ბევრად გემრიელი აპლიკაცია. Сколько времени? 2 минуты. ზუსტად 2 წუთი ჭირდება იმისთვის, რომ გაეცნო თანამედროვე სპორტოს სიახლეები. თანაც ეს ყველაფერი შეგიძლია შენზე მოირგო. Сейчас еще это тепло. დაბალია ხა? ეხლა შედარებით სიცხეა, -46 გრადუსია. -50-ზე უფრო კარგად გაიყენებოდა. Betson Sport-ის აპლიკაციაში შეგიძლია ჩემ ახალ სერიაზეც იპოსტატია და დამიკომენტარო სად გავაგზელო ყველაზე სერია. დოშირაკი არ ვიცი, მაგრამ ჩემი ცხერი კი მოიყინა. აი რა ემართება დოშირაკს -50 გრადუსზე 3 წუთით გაჩერების შემთხვევაში. შიგნით ხო ისე? ო ხელი როგორ მათაცი? замерзла. აქ სახლებს განსხვავებულად აშენებენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაიცვან ყინვისგან.
პირველ რიგში ყინულში არჭობენ ხის კოჭებს და ზედ აგებენ ზედაპირს. ეს აუცილებელია, რადგან სახლიდან გამოსულმა სითბომ ყინული არ ჩამოადნოს და სახლი არ ჩაანგრიოს. ზედაპირზე აკეთებენ იზოლაციას და შემდეგ კი მოდის მოსაპირკეთებელი იატაკი. აი ამის შემდეგ უკვე შეიძლება კედლების აშენება და სახლის გადახურვა. ესეც სპეციფიურად ხდება. ფანჯრები სამაგი მინითაა გაკეთებული. კედლები კი 7 სხვადასხვა ფერისგან შედგება, რომელთაგანაც ხე, გარედან და შიგნიდან ერთგვარ სენდვიჩს აკეთებს. თითქმის ყველა შენობაში შესასვლელი ოთახი შეგნებულად არის დატოვებული გათბობის გარეშე. ეს ოთახი ბუფერის როლს ასრულებს ყინვის წინააღმდეგ და ასევე გამოიყენება როგორც ბუნებრივი მაცივარი პროდუქტების შესანახად. ამ ოთახში პირდაპირ მაცივარია რა. არ ჭირდება არანაირი გაყინვა, იმიტომ რომ პირდაპირ ხორცი შეგელი აქ შეენახა. ნახე როგორი კუბიკებშია ხორცი. ლუჩე ჩემპან ხალაძელნიკ. მარტო ზაფხულში ვიყენებთ ამ მაცივარსა. საცხოვრებელი ოთახებიც ამავე სახლშია, თუმცა განსხვავება ისაა, რომ აქ მუდმივი გათბობაა საჭირო. რამდენიმე წლით ადრე აქ მხოლოდ ღუმელებით თბებოდნენ. ნახე ეს როგორ არის აშენებული ისა რა, ფეჩი. კაპიტალურად ჩაშენებულია იმენა და ათბობს თელ სახლს. რაც იმას ნიშნავს, რომ ღამით რომელიმე ოჯახის წევრს რამდენჯერმე უნდა გაეღვიძა, იმისთვის რომ ცეცხლი შეეკეთებინათ. თუმცა მოგვიანებით საერთო გათბობის სისტემა შეიქმნა და მთელი სოფელი ქვანახშირის გათბობით მარაგდება. აი ესე ათბობენ სოფელს. ესია მაგარი ქვანახშირი და აი ეს ათბობენ და ვერ მილებით ის. Вот эти котельные где-то примерно 100 домов. 100 домов. ამ გათბობის ფუფუნება ბევრს არ აქვს. ვინც ამ სისტემაში ჩართვა ვერ მოახერხა, დღემდე ღუმელით თბება. სამაგიეროდ სასმელი წყლის მოპოვება ყველასთვის ერთნაირია და ამის ერთადერთი გზა მდინარიდან ყინულის მოჭრაა. რადგანაც სასმელი წყალი არის შოვება. აი ესე მოდიან, როგორც ახლა ეს ჭრიან ყინულებს და მიაქვს სახლში. ამდენით გაგეყოფა. მეჯელია. ეს არის ერთი კვირის სამყოფის წყალი დაახლოებით. ომში ვარ. აუ ცხვირი მეყინება ბრატ. წადით ხო. სახი. ალე. აუ ლოყები გავეყინა ბრატ, ცუდად მანქანაში და ჩავშტევადე. ზოგიე მე ვერსდე მეყინება ზედას 10 მინუტი. პრობლემები ვიღებდი, არაფერს არ მიმტიფს უღებდი, ყინულს როგორც იღებდა რა. და არაფერს ვაფშე ვერაფერს ვერ გქნობდი და უცბად აი რო წამოვიდიქიან ტანსაცმლის კადრებს რო ვიღებდით, ეს ლოყები რაღაც ზემოთ მიიყინა რა. აი მე რო ვიგრძენი რომ მიიყინა იმენა კაროში და ვეღარ გავასწორე. და გავიქეცი ეგრევე მანქანისკენ, კაროჩე მე და თავი შემოყავი თუ არა ეგრევე ჩამოწდა პატარასე გასწორდა მე. იმ ძალიან შემეშინდა, მეთქი დავიღუბე კაროჩე. მე ხა ალურჯებული მაქვს, აი თუ ხედავთ სულ ყველანი ლურჯით აღარ შემორწმული ვარ. სანამ დაჭრილი წყლისგან ყინულების გალღობას ველოდებით, მირონმა აგვიხსნა რატომაა ეს ადგილი ყველაზე ცივი. ჩრდილოვანი ადგილები სხვა არსებობს, სადაც ჩრდილოეთი თუ მიდიხარ ცივია. ჩვენ იმენა ცენტრში ვართ, ხა ძალიან ჩრდილოეთ არ ვართ. ხო, ვიცი კი. და ხო უცნაურია რა, ყველა ცივი აქ შეიძლება დაფიქსირდეს. კი, მაგრამ კაი ახსენეთ. Якутск, Арктика вот так стоят, горы. Ага. А Микон вниз, сюда, здесь стоит, внизу. Вот. Холод все туда идет, вниз. Всё. ანუ რა გარშემო. მითხა იცი და შე, ფოული თუ მოდის უფრო დაბალი ტემპერატურაა. ხო. ოზონია. პრობლოგავს ის. ეხა საღამოს იმით ფოული მოდის და მაგ დაიწია ტემპერატურა. Облако, она закрывает вот это. Из-за этого чуть-чуть потеплее становится у нас. холодный засекает, да? Да. Если снег идет чуть-чуть потеплее, 40 градусов, это уже тепло. დღეს ჩვენ -47 გრადუსი გვაქვს, თუმცა მასმენზელმა მოგვიყვა, რომ წელს -61 გრადუსით დაფიქსირდა და გამიზიარა რა ემართება ადამიანს -60 გრადუსზე ქვემოთ. Вот, например, 70 градусов же есть. Переведешь ему, 70 градусов же есть. Если он вот пройдет где-то 1 километр, ему нужен будет топор. Да. А этот топор зачем? Зачем? Чтобы соскальзывать сосульки вот эти. Потому что здесь, если 70 градусов бывает, выдыхаешь и сразу звук слышишь. Это 55 даже. Когда вот писаешь, и такой звук. Это где-то 67 градусов. ამ საქმისთვის ტუალეტში გასვლა არც ისე მარტივია.
და -60 გრადუსში დიდხანს თუ გაჩერდებით, შეიძლება საჯდომის გაგეყინოს. როგორია ეხა ამ სიცივეში ამ ტუალეტით სარგებლობა? მაგრამ ეგრე არიან ჯერჯერობით. არა მარტო ჩეჩმაშია ამბავი. სახლშიც პირობები ისეთია, რომ ადგილობრივები ხუმრობით რიტორიკულ შეკითხვასაც სვამენ. Вы же в Европе примерно живете же, да? Вы сравниваете это? Мы как в Европе живем? ასეთი ცხოვრების პირობები თითქოს ლოგიკურია. ამ უკიდაგან ოყინულში უკეთ რანაირად უნდა იცხოვრო? Почему люди нет вода? Нет денег. Да. მაგრამ რა იქნებოდა თუ გეტყვით, რომ ეს ღარიბული ცხოვრება პარადოქსია? იაკუტია კი ძალიან მდიდარი ადგილია. თუ გეტყვით, რომ იაკუტიას აქვს სოფლიო ალმასების 25%, რომ აქ წელიწადში 40 ტონა ოქროს მოიპოვებენ, რომ აქაური გაზითა და ნავთობით ჩინეთი და იაპონია თბება. რა იქნებოდა თუ გეტყვით, რომ იაკუტია სიმდიდრით ნორვეგიის დონეზე უნდა იდგეს? რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობის შემთხვევაში. სიმბირი ხო ძალიან დიდარი რეგიონია ისე რესურსებით და ახლა კიდე ცხენებით და იმით შოულოს და რატო არის ეგრე? მაგრამ რატომ არ ხდება ასე? რას ნიშნავს, რომ შენ რესურსებს სხვა ეპატრონება? შენ კი ხმის ამოღების უფლებაც არ გაქვს. არ ქონდათ პროტესტი თავის დროზე? რას ნიშნავს, რომ ბოროტი ბატონის იმედად რჩები და კამერის წინ მხოლოდ მისი ქება შეგიძლია? А так при Путине во живем. Что? При Путине во живем. Что? ესე ვცხოვრობთ პუტინთან. მე ომიაკოში კიდევ რამდენიმე დღეს გავატარებ. მაქსიმალურად დავახლოვდები აქაურებს და გამოვხდი მათ რეალურ ყოველდღიურობას. და აქ ცხოვრების მანძილზე რა თქმა უნდა დავსვამ კითხვებს. ყველაზე არაკომფორტულ კითხვებს. იმისთვის რომ გავიგო რეალურად რას უშვება რუსული სისტემა ადამიანის არჩევანს. Ты говоришь, потому что ФСБ нас слушает. Они посмотрят, явно посмотрят. А так при Путине во живем. Это можно снять.